მინდა სტატისტიკა გაგაცნოთ, არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ რეალური. როგორც ირკვევა, წელიწადში 300,000-ზე მეტ ქალბატონს უსვამენ საკვერცხის კიბოს დიაგნოზს. და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, მხოლოდ 20%-ია ამ რიცხვიდან ვლინდება ეს ადრეულ სტადიაზე. ახლა შევეხოთ ზოგადად ქალის რეპროდუქციულ სისტემას. ქალბატონს აქვს ორი საკვერცხე, ერთი არის მოთავსებული მარჯვენა მენჯისგრუში, მეორე მარცხენა მენჯისგრუში და რაც ძალიან საინტერესოა, ეს არის საკვერცხის ზომა, რომელიც სულ რაღაცა ნუშის ზომის ყოფილა. ეს მე არ ვიცოდი, ესეთი პატაწინა რომ არის, თუმცა უდიდესი ფუნქცია მას ევალება ყოველთვიურად კვერცხუჯრედების გამომუშავება. აი მხოლოდ ორი ნუშის ზომაზე ვსაუბრობ. აღფრთოვანებული ვარ ციკაშენი ცოდნით ახალი სეზონით უფრო მაოც პირველი გადაცემა. დიდი მადლობა. გარეგნობით გარეგნობაზე აღარ საუბრობ. მაგაზე აღარ საუბრობ. ცოდნა ისედაც ცნობილია. მე არ ვიცოდი ესეთი ღრმა ცოდნა თუ დიდი მადლობა. უნდა თიკას და სკრაბით ყველა არ ჩაგიცვია ანუ შესაძლებელი. შესაძლებელიც ყოფილა. მაშინ გავაგრძელებ. მცირე რაღაცა დანამაც შევიტანდი და ცვლილებას მე მოგახსენებ. არა, უკვე მითხარით. სახელი და გვარი მინდა თქვენ ამოტვიფრული რომ შემდეგ გადაცემისთვის იყოს. ძალიან ვეცდებით მთელი გუნდი. მადლობა. ძალიან კარგი. როგორც ირკვევა, საკმაოდ ბუნდოვანი, ასე ვთქვათ, სიმპტომატიკა ადრეულ სტადიაზე საკვერცხის კიბოს ესე ვთქვათ გამოვლინებისა და აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად სხვა დაავადებებს მიაწერენ ხოლმე იმ სიმპტომებს, რომელიც შეიძლება ახლდეს ასე ვთქვათ ამ საკვერცხის კიბოს. აქვე ჩამოვთვლით იკა საკვერცხის კიბოს სიმპტომებს, რომელიც გახლავთ. მუცლის ღრუს შებერილობა, უჩვეულო სისავსის შეგრძნება ჭამის შემდეგ, წონაში სწრაფი კლება ყველანაირი მიზეზის და დიეტის გარეშე, დისკომფორტი მენჯის არეში, დაღლილობა, წელის ტკივილი და ხშირი შარდვის მოთხოვნილება. თიკა მინდა გითხრა რომ დღემდე მაინც უცნობია თქვა და რა იწვევს საკვერცხის კიბოს. თუმცა შეიძლება გამოყოთ ის რისკ ფაქტორები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე. პირველი ეს არის ასაკი, მეორე ეს არის ოჯახური ისტორია, ანუ გენეტიკური წინასწარგანწყობა, მესამე ეს არის ენდომეტრიოზის არსებობა ანამნეზში, მეოთხე ეს არის ნაადრევი, ეგრეთ წოდებული პირველი ციკლი, ანუ მენარხე, მეხუთე ეს არის მენოპაუზის გვიანი დასრულება, მეექვსე ეს არის ორსულობის არარსებობა. და ორსულობა რადგანაც ახსენე, მინდა თქვა ისიც, რომ როგორც ირკვევა თურმე თუნდაც ერთი ორსულობა საგრძნობლად ამცირებს აი ამ სიმსივნის განვითარების რისკს და ყოველი მომდევნო ორსულობა კიდევ უფრო იცავს საკვერცხეს. კი ბატონო. საოცრება. მოდით კიდევ უფრო გავიღრმავოთ ცოდნა ჩვენი მაყურებლებისთვის და ჩემთვისაც ვამბობ ამ ყველაფერს და დავპატიჟოთ სტუმარი, რომელთან ერთადაც გავაგრძელებთ ზუსტად ამ თემაზე საუბარს. სტუმრად გვყავს კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოგინეკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, ონკოგინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი არჩილ შარაშენიცი. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. დიდი მადლობა ყოველდღე გიქხეთ და ვარჩევ, მაგრამ ჩვენთან სტუმრობისთვის მადლობა. გამარჯობა. მე ჩემთვისაც დიდი პატივია, დიდი მადლობა მოწვევისთვის. არჩილ, ჩვენ სტატისტიკით დავიწყეთ 300,000 ქალი ვახსენეთ წელიწადში, რომელსაც ეს დიაგნოზი უვლინდება და ძალიან საინტერესოა რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით, როგორია მონაცემები. ონკოლოგია ზოგადად არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მედიცინაში და ონკოგინეკოლოგიისთვის ნომერ პირველი გამოწვევა არის საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე. ყოველწლიურად ეს არის 300,000 ახალი შემთხვევა და 180,000 ლეტალური შემთხვევა. სიკვდილიანობის მხრივ ონკოგინეკოლოგიაში პირველი ადგილი უკავია საკვერცხის ავთვისებიან სიმსივნეს. ანუ რო წარმოვიდგინოთ, ეს საკვერცხის წარმონაქმნები იყოფა სამ ნაწილად: კეთილთვისებიან წარმონაქმნებად, კისტები, მოსაზღვრე ან ბორდენლაინი, რომელიც კეთილთვისებიანია და თავისი პოტენციალით შემდგომში გაავთვისებიანობის მაღალი რისკი აქვს და მესამე ჯგუფი არის ავთვისებიანი სიმსივნე. საქართველოს ზუსტი სტატისტიკა ესე ცნობილი არ არის, მაგრამ წელიწადში სადღაც მეახლოებით 1200-1500 შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება რისკებს თუ რატო ემართებათ ადამიანებს და როგორ უნდა მოხდეს დადგენა, მანიფესტირება, როგორც მოგახსენეთ, საუბარი იყო, არის საკმაოდ რთული. ანუ ძირითადად ხდება შორს წასულ მესამე სტადიაზე, მაგალითად, უფრო დიდი პროცენტი, რაც ლეტალობის, ანუ სიკვდილიანობის ხარისხს უფრო მეტად ზრდის და ეს არის ასციტური სითხის ჩადგომა მუცელში, ანუ სითხის დიდი რაოდენობით მუცელში ჩადგომა,
ეს ამიტომ არის არის შებერილობის კი ბატონო, ზუსტად გაუვალობა, წონაში სწრაფი კლება, ეს უკვე შესწავლილია. დიახ. თუ თქვა საშულოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეების და საშულოსნოს ტანის ავთვისებიანი სიმსივნეების დამახასიათებელია სისხლიანი გამონადენი, თქვა. აი ეს არის ერთ-ერთი კიდე ცუდი საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეების, რომ მეორე სტადიისთვის, პირველი სტადიისთვის სიმპტომი საერთოდ არ გააჩნია, ისე მიმდინარეობს. და მარტო მესამე ყელის შემთხვევაში ხომ არსებობს სკრინინგი? საკვერცხის შემთხვევაში არსებობს? საკვერცხის შემთხვევაში სკრინინგი არ არსებობს. ანუ პაციენტი სკრინინგულად რო იაროს პაციენტმა, საჭიროა რომ რეგულარულად 6 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ მივიდეს ექიმთან და აქ არის ფოკუს ჯგუფები, ვისთვის არის ეს მნიშვნელოვანი განსაკუთრებით. ანუ პირველი ეს არის ქალბატონი, რომელსაც არ აღინიშნება თვშობიარობა, ორსულობა და ძუძუთკბება. პაციენტები, რომლების პირველი ან მეორე რიგის ნათესავი დაავადებული იყო ან გარდაცვლილი იყო საკვერცხის ან ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნით, იმიტომ რომ დაამტკიცდა რომ არსებობს ესეთი გენი BRCA და ამ გენის მუტაცია იწვევს საკვერცხის და ძუძუს ავთვისებიან სიმსივნებს და ანუ პირველი და მეორე რიგის ნათესავი, ვისაც ეს პრობლემა ჰქონდა, მათი ახლობლები უნდა მივიდნენ, უნდა მოხდეს ამ გენის. ეს არის დედა-ბებია, ხო? დედა-ბებია, თქვა დეიდა, მამი და ბიძაშვილი, მამი და შვილი, აი ეს ოჯახური წრე, დიახ, უნდა მივიდეს, უნდა მოხდეს ამ გენის მუტაციის შემოწმება და თუ გენი მუტირებულია, დამტკიცებულია რომ უნდა უთხრას ექიმმა, რომ თქვა 40 წლამდე უნდა მოხდეს შვილოსნობის დასრულება და უნდა პროფილაქტიკურად ჩატარდეს საფიგო ოფურექტომია, ანუ უნდა ამოღებული იქნას მილი და საკვერცხე, რადგან ძალიან მაღალია იმის რისკი, რომ 100 საქმე ანუ 60 წელს ზემოთ როგორც იყო საუბარი, რომ პაციენტებს უფრო მეტად მენოპაუზისთვის არის ეს სიმსივნე დამახასიათებელი, ანუ ქალბატონები, რომლებიც არიან მენოპაუზაში და უკვე ციკლი არ აქვთ, იმ პერიოდისთვის ძალიან მაღალია ამის რისკი, რომ საკვერცხის ავთვისების სიმსივნე განვითარდეს. არჩილ, თქვით რომ სიმპტომი არ ახასიათებს, მაგრამ აი, როგორ უნდა მიაქციოს ქალბატონებმა ყურადღება, აი, რა სკრინინგი უნდა ჩაიტარონ, რომ ამ დაავადების ნაადრევი აღმოჩენა პირველი ეს არის გინეკოლოგთან ვიზიტი. ულტრაბგერითი გამოკლების წარმოება. ანუ ეს საკმარისი. არა, და მარკერები. ანუ არის კონკრეტული მარკერები, რომლებიც ონკომარკერები, CA25, რომა ინდექსი, ალფა-ფეტოპროტეინი, ბეტა-ქორიონოგონტროპინი, ეს ის მარკერებია, რომელიც როგორც ეპითელიურ ავთვისებიან სიმსივნეს გამოგირიცხავს, ისევე არაეპითელიურს. თუ თქვა ესეჭვი ეკოსკოპიური დათვალიერების შემდეგ ჩდება თუ ისე? ხანუ თუ თქვა არა, თუ რამე მცირე წარმონაქმნი მაინც იქნა 2 სანტიმეტრიანი, 3 სანტიმეტრიანი კის და ასაკიდან და რისკებიდან გამომდინარე, მე უკვე აბარებ ამ ანალიზებს და ეუბნები პაციენტს, რომ ჩააბაროს ეს ანალიზები კლინიკო-ლაბორატორიული, თუ აქაც თქვა მარკერები მომატებულია, მე უკვე შემდგომ ხდება კვლევების გაღრმავება, მაგნიტორეზონანსული გამოკლება, კომპიუტერული ტომოგრაფია და თუ თქვა HV უკვე მიტანილი იქნა ამ დაავადებაზე, ოქროს სტანდარტი არის ონკობორდი, ანუ ეს არის ყველა კლინიკაში ონკოლოგიურ დაწესებულებაში და კავკასიის მედიცინის ცენტრში თითქმის ყველა პაციენტი გადის ამ ონკობორდს, ანუ ყველა кейსი და შემთხვევა განიხილება ონკობორდზე, სადაც შედან კლინიკური ონკოლოგები, რადიაციული ონკოლოგები, მორფოლოგები, ქირურგები და ყველა ერთად კონსილიუმია, რომ წარმოიდგინოთ, კვირაში ორჯერ ტარდება ჩვენ კლინიკაში კავკასიის მედიცინის ცენტრში და ყველა ეს შემთხვევა განიხილება. იქ ხდება გადაწყვეტა უკვე, რომ აი აქ თქვა რისკი მაღალია, მოდი თქვა ოპერაცია დავიწყოთ ექსპრეს მორფოლოგი, დავადგინოთ დიაგნოზი, შემდგომ ამისა თქვა თუ იმ ოპერაბელურობის ჩარჩოში და ალგორითმში ჯდება ავდგეთ და გავაკეთოთ ოპერაცია, თუ თქვა დავიწყოთ მე დიაგნოზის დასმის შემდგომ, თუ თქვა დაისვა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, უკვე ქიმიოთერაპიით კურნალობა. ანუ ტაქტიკა განიხილება ზუსტად ამ ონკობორდებს. ანუ ორსულობა ესე კი ეს ერთი პრევენცია, ასევე ამბობენ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებიც ერთგვარი პრევენცია შეიძლება იყოს. თუმცა ამ ამბებს მეორე მხარეც აქვს. ესეც განვიხილოთ, რადგან ეს ყოველდღიურობაა ქალბატონის ცხოვრებაში, ხო, რაღაცნაირად. ანუ გეთანხმებით ნამდვილად მასია პრევენცია არის და დამტკიცებულია, რომ ქალბატონები, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო ღებულობენ, იმათში ეს რისკი ნაკლებად ვითარდება. კი, ნამდვილად, უბრალოდ მანდაც რამოდენიმე ფაქტორია, თქვათ, გაიდლაინი. არ არის უცნაური რაღაცა საკვერცხი და წარმოშობილი კვერცხუჯრედი, რომელიც განაყოფიერდება, ისიც კარგია და კვერცხუჯრედს, რომელსაც უდრგუნავენ ამ ფუნქციას, ისიც კარგია, რაღაც საწინააღმდეგო. მაგიტო არის ზუსტად საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე, ზოგადად საკვერცხე უცნაური ორგანო და მაგიტოა ეს მსჯელობა ამდენი ხანი და არ არის დადგენილი კონკრეტული მიზეზი. მაგიტო არის საუბარი, რომ ენდომეტრიოზიც ერთ-ერთი რისკის მომატებელი არის და ვთქვათ, ინვიტრო ფერტილიზაციის დროს, როდესაც საკვერცხის სტიმულაცია ხდება, გაიდლაინში პირდაპირ გვიწერია, რომ ისიც რისკს დის ეპითელიური ბორდერლაინ, ანუ მოსაზღვრე ავთვისებიანი სიმსივნეების რისკი იზრდება. ანუ ძალიან მართლაც ის არის, რა ქვია.
დიდი სიჭრელეა და კი ბატონო, ბუნდოვანება. კი ბატონო, დიახ და ამიტომ თავარი ამისთვის განსაზღვრელი არის რომ პაციენტმა რეგულარულად იაროს ექიმთან მოხდეს ამ მარკერების კონტროლი და პირველ ეტაპზე რაც არის საკვერცხისთვის დამახასიათებელი რომ გამოირიცხოს კისტა ამ თქვა წარმონაქმნი ულტრაგვერეთი კონტროლი. ეს არის აუცილებელი. არჩილ, აი, მკურნალობაზე უფრო დეტალურად რო გვესაუბროთ, კერძოდ კავკასიის მედიცინის ცენტრში როგორ ხდება საკვერცხის სიმსივნის კიბოს მკურნალობა? მადლობა კითხვისთვის. ჩვენი კლინიკა კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთ-ერთი მოწინავეა და ფლაგმანი არის ონკოგინეკოლოგიაში და ონკოლოგიაში ზოგადად. მოგეხსენებათ, რომ მედიცინა არის ცოცხალი ორგანიზმი, სადაც დაფუძნებულია ყველაფერი კვლევებზე და გაიდლაინებზე. ზუსტად რამოდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ონკოგინეკოლოგებისთვის, ეს არის TRUST trial და ამ კვლევაში დამტკიცდა ოპერაციის გზით დაწყებული საკვერცხის ავტოსებნის სიმსივნეების მკურნალობა თუ თქვათ ოპერაბელურია ეს შემთხვევა უპირატესია ვიდრე ქიმიოთერაპიით დაწყებული შემთხვევა. ასევე დამტკიცდა, რომ პაციენტმა უმჯობესია მიმართოს ექსპერტულ ცენტრს, სადაც არის ექსპერტების მიერ ჩამოყალიბებული მკურნალობის ტაქტიკა და ესეთი ცენტრი არის ჩვენი ერთ-ერთი, იმიტომ რომ მოწინავე ვართ. რატო? იმიტომ რომ 3 წლის განმავლობაში ჩვენი ყველა შემთხვევა, ჩვენი განყოფილების იგზავნებოდა ევროპელ ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის ჩვენი მთავარი ორგანიზაცია, რაც არის საერთაშორისო, მათთან იგზავნებოდა ყველა ჩვენი საოპერაციო თუ არასაოპერაციო ონკოლოგების მიერ ან ქირურგების მიერ ჩატარებული ყველა შემთხვევა და მოგვენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია, ეს ის აკრედიტაცია, რომელიც სხვა ევროპულ ნებისმიერ ქვეყანას და იმ დაწესებულებას აქვს მინიჭებული და ეხლა დღესდღეობით კავკასიის მედიცინის ცენტრი და მისი ონკოგინეკოლოგიური დეპარტამენტი არის იმ ოჯახის წევრი და იმ აკრედიტაციის წევრი და ეს ნიშნავს, რომ პაციენტი იმ დონის ხარისხის მედიცინას მიიღებს, რა დონისაც მიიღებს თქვა საზღვარგარეთ ნებისმიერ სხვა საერთაშორისო კლინიკაში. ანუ ეს არის არა მარტო GO აკრედიტაცია, ESGO, European Society of Gynecology and Oncology. ეს არის ძალიან დიდი წარმატება კლინიკამ. აიღო ეს აკრედიტაცია და უფრო დეტალურად რო გითხრათ, როდის აიღეთ, რას ნიშნავს და რატომ არის კარგი? ავიღეთ 2 თვის წინ. ეს ნიშნავს, რომ მოგვენიჭა 5 წლით და ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს ამის განახლება, ეს არ არის თქვა ერთჯერადი, არის ყოველთვის განახლებადი და ის ორგანიზაცია აუდიტს გიკეთებს ყოველწლიურად და შენ ყველა შემთხვევა უნდა გააგზავნო და უნდა მოხდეს ყველა შემთხვევის ასევე განხილვა. ასევე ყოველწლიურად ჩვენი ექიმები და მეც დავდივართ კონგრესებზე და წინა წელს მაგალითად 6 ჩვენი კლინიკური შემთხვევა იყო განხილული საერთაშორისო კონგრესზე და ის ასევე დიდი წარმატება, რაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია ერთად კავკასიის მედიცინის ცენტრი წელს მასპინძლობს ამ ასოციაციის, ანუ ევროპელ ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის მასტერკლასს, რომელიც სტარდება 2 წელიწადში ერთხელ. ევროპის ბევრი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და წელს გავიმარჯვეთ ჩვენ და სოფლიოს 18 საერთაშორისო სპიკერი მთელი ევროპიდან ჩამოდის ჩვენ ქვეყანაში. აქედან 4 არის ლეგენდარული პიროვნება, რომელმაც მედიცინა ონკოგინეკოლოგიაში ბოლო 30 წელიწადში შეცვალა და ამათთან ერთად ჩამოდის 100 დამსწრე, რომელიც იქნება ყველა ევროპიდან და ეს არის კავკასიის მედიცინის ცენტრის და ჩვენი განყოფილების დიდი წარმატება ასევე. ერთად მოახდინეს, კი ბატონო, ანუ ასევე ქვეყნის დიახ, რომ ასეთი დონის სტუმრები ჩვენთან ჩამოდიან და ჩაატარებენ მასტერკლასს და მადლობა კავკასიის მედიცინის და იმიტომ ნამდვილად გვერდზე დაგვიდგა ბევრ რამეში და ერთად დიდი წარმატება გავაკეთეთ და მივაღწიეთ. ძალიან გვიხარია ჩვენც, რადგანაც ეს პირდაპირ პროპორციულია პაციენტების, ასე ვთქვათ, საუკეთესო გამოსავალთან, რადგანაც ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად დასათვლელი და ალბათ ამის გამოც მოგენიჭათ ის აკრედიტაცია, რომელზეც საუბრობდით. წარმატება თქვენ და წარმატება ყველა პაციენტს და რასთავარია დიდი ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობასთან. არ არის ადვილი, ზოგჯერ გვახასიათებს წაღრუება ადამიანებს რაღაცა სიმპტომატიკის. თუმცა, რომ საუბრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ვახსენებთ, რა მნიშვნელოვანია დროული რეაგირება, როდესაც რაღაცა შეაწუხებს ადამიანს. დიდი მადლობა.